ჩაწერეთ მოცემული წილადები ისე, რომ მათ ჰქონდეთ უმცირესი საერთო მნიშვნელი. გვაქვს 2 მე-8 და 5 მე-6 და გვინდა ჩავწეროთ ისინი ისე, რომ მათი მნიშვნელები იყოს საერთო და თან უმცირესი საერთო მნიშვნელი გვინდა. ეს არის იგივე, რაც 8-სა და 6-ის უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა სინამდვილეში. ანუ მათი მნიშვნელების უმცირესი საერთო ჯერადის პოვნა. და მოდი შევუდგეთ ამ საქმეს, მოდი დავწეროთ ესე იგი უმცირესი საერთო ჯერადი, ანუ USJ 8-სა და 6-ის. მოდი ორი ვარიანტი გავაკეთოთ. ერთი ვარიანტი არის ესეთი. ავდგეთ და ჩამოვწეროთ უბრალოდ ყველა რაც ვიცით. ყველა არ გამოგვივა. ამიტომ ჩამოვწეროთ რამდენიმე. 6, მერე 12, მერე 18, 24, 30 და ასე შემდეგ. ახლა 8-იანისთვის. 8-ისთვის 8, 16, 24, 32, 40 და ასე შემდეგ. ახლა საერთო ამათ რა აქვთ? ერთ-ერთი საერთო რაც მაშინვე გამოჩნდება არის 24 და მანამდე მეტი საერთო მნიშვნელი არ აქვს. ცოტა კიდევ თუ გავაგრძელებთ, ვიპოვით რაღაცებს ისევ, მაგრამ ყველაზე პატარა საერთო მნიშვნელი რაც უპოვეთ. საერთო მნიშვნელი არა, საერთო უმცირესი საერთო ჯერადი. მნიშვნელი წილადებისთვის. უმცირესი საერთო ჯერადი რაც უპოვეთ, არის 24. მაგრამ ეს შეიძლება ასეთი მარტივი არ იყოს უფრო დიდი რიცხვებისთვის, ხო? ამიტომ მოდი უფრო ისეთი პატიოსანი მათემატიკური კარგი წესით გავაკეთოთ. ორივე დავშალოთ მარტივ მომრავლებად. ავიღოთ 6 და ვაჩვენოთ რომ ეს არის 2 გამრავლებული 3-ზე. ახლა ავიღოთ 8 და ვაჩვენოთ რომ ეს არის 2 გამრავლებული 4-ზე, სადაც 4 არის ისევ 2 გამრავლებული ამჯერად 2-ზე. ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა, ხო? რას ნიშნავს, როცა რიცხვი იყოფა 6-ზე? მოდი ეს გავიაზროთ. როცა რიცხვი იყოფა 6-ზე, ეს ნიშნავს რომ ეს რიცხვი იყოფა 2-ზეც და იყოფა 3-ზეც. ანუ ის რომ 6-იანზე იყოფოდეს, აი ეს, მოდი ესე ვიზამ. ის რომ 6-იანზე იყოფოდეს, აი ეს აკმაყოფილებს მაგას. ესე იგი 6-ზე იყოფა. ესე იგი, თუ რიცხვი იყოფა 2-ზეც და 3-ზეც, მაშინ ის იყოფა 6-ზეც. ახლა მეორე მხრივ, რას ნიშნავს, როცა რიცხვი იყოფა 8-ზე? ეს ნიშნავს, რომ ეს რიცხვი იყოფა 2-ჯერ 2-ჯერ 2-ზე. ეხლა, თუ 2-ზეც იყოფა და 3-ზეც, ნიშნავს, რომ 8-ზეც იყოფა? არა, იმიტომ რომ ორიანები აკლია. მაშინ ავდგეთ და ჩავუმატოთ ეს ორიანები. ესე იგი, გვექნება 2 გამრავლებული 2-ზე, გამრავლებული 2-ზე, გამრავლებული 3-ზე. და აქედან, აი ეს ნაწილი, აი ეს 3 ორიანი, იქნება უკვე 8-ზე იყოფაო. 8-ზე იყოფა. ამას გვეუბნება აი ეს ნაწილი. ესე იგი, თავიდან 2-ჯერ 3-ზე თუ იყოფა რამე, ეს ნიშნავს, რომ ის იყოფა 6-ზე. 2-ჯერ 2-ჯერ 2-ზე თუ იყოფა რამე, ეს ნიშნავს, რომ ის იყოფა 8-ზე. მაშინ, თუ მაქვს 2-ჯერ 3 აქ, და ვიცით, რომ ამაზე იყოფა რამე რიცხვი, კიდევ 2 ორიანზე თუ გავამრავლე, მაშინ ეს რიცხვი გაიყოფა 2-ჯერ 2-ჯერ 2-ზეც, ხო? ანუ, ცხადია შემეძლო 3 ორიანზე გამომრავლებინა, მაგრამ ზედმეტი იქნებოდა ეგ. რა საჭირო იქნებოდა, ხო? 2 ორიანის ჩამატება უკვე 8-ზე გაყოფადობის მოთხოვნასაც აკმაყოფილებს. ესე იგი, გამოდის, რომ თუ რიცხვი იყოფა 2-ჯერ 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 3-ზე, რაც სხვათა შორის უდრის 24-ს, მაშინ ეს რიცხვი იყოფა 6-ზეც, იმიტომ რომ 2-ჯერ 3-ზე და 8-ზეც, იმიტომ რომ 2-ჯერ 2-ჯერ 2-ზე. და მოდი ახლა მაშინ დავასრულოთ ეს ამოცანა, იმით რომ გადავწეროთ პირველი და მეორე წილადები ორივე წილადი გადავწეროთ იმ სახით, რომ მათ ჰქონდეთ საერთო მნიშვნელი, თან უმცირესი საერთო მნიშვნელი. ესე იგი, 2-ჯერ, კი არა და უბრალოდ 2 მე-8 გვაქვს და გვინდა გადავწეროთ ისე, რომ 24 იყოს მნიშვნელში. როგორ უნდა ვქნათ ეს? ნუ, საიდან მივედით 8-დან, როგორ მივედით 8-დან 24-ზე? ესე იგი, მივედით 8-დან 24-ზე 3-ზე გამრავლებით. მაშინ მნიშვნელი თუ გავამრავლეთ 3-ზე, და ეს ის არის არ მომწონს, მაშინ მრიცხველიც უნდა გამრავლდეს 3-ზე. და ეს იქნება 6. ესე იგი, გამოდის, რომ მე აქ რა გავაკეთე? 2/3 უბრალოდ, 2/3 არა, 2/8. 2/8 უბრალოდ გავამრავლე 3/3-ზე, ანუ 1-ზე გავამრავლე, არაფერი არ შემიცვლია. და მივიღე 6/24. ესე იგი, ეს არის ჩემი პირველი წილადის გადაწერილი ვერსია, სადაც მნიშვნელი არის 24. ანუ უმცირესი საერთო მნიშვნელი ამ ორი წილადისთვის. ახლა მოდი მეორეც გადავწეროთ და ამით დავასრულოთ. ესე იგი, გვაქვს 5/6 და გვინდა ისეთად გადავწეროთ, რომ 24 იყოს მნიშვნელში. მოდი ცოტა ავწეროთ, თორე წვალება მე მგონი ასე. 6-დან 24-მდე როგორ მივედით? გავამრავლეთ 6 4-ზე. მაშინ 5-იც უნდა გავამრავლოთ 4-ზე, რომ არ დაირღვეს არაფერი და მივიღებთ 20-ს.
ესე იგი, მე რა გავაკეთე აქ? 5 მე-6-დი გავამრავლე 4 მე-4-ზე, მივიღე 20 24-დი. ესე იგი, ჩემი მეორე წილადი, რომელიც ახლა ჩავწერ ისეთი სახით, რომ უმცირესი საერთო მნიშვნელობა ჰქონდეს მას პირველ წილადთან, არის 20 24-დი. და მორჩა ამას ვთხოვ და ამოცანა შეგიძლიათ ეს შეკრიბოთ და გამოვა 26 24-დი, მაგრამ მე უკვე აღარ ვთხოვიათ. ასე რომ ეს არის და ეს, ამოხსენით ეს ამოცანა.